გაი რიჩიმ შექმნა თითქოს სხვა ფილმების მსგავსი, მაგრამ რაღაცნაირად განსხვავებული, სრულიად საკუთარი სტილი. კრიმინალური კომედიის ჟანრი გაფართოვდა არა სალაროებში მოგებით, არამედ ჭეშმარიტად უნიკალური ფილმებით, სადაც აბსურდის, თავგადასავლების, გიჟური მონტაჟის, მაგარი დიალოგების დოზა იზომებოდა რიჩის საკუთარ ლაბორატორიაში და ჩამოყალიბებული იყო მისი იდეებიდან და გრძნობებიდან. დაიწყება დიდი კუში, რევოლვერი, როკენროლა, ჯენტლმენები, აბსოლუტურად გაი რიჩის სტილია. დიახ, მე ამას ვიტყოდი, რომ ვერცერთი რეჟისორი ალბათ ვერ გაძლებს მსოფლიო კინოში წინა გამოცდილების გარეშე. სულ პირველი, მე-20 საუკუნის დასაწყისის მაგარი რეჟისორები კი თეატრის რეჟისურებიდან იღებდნენ გამოცდილებას და მერე უკვე სულ ხდებოდა წინა ეპოქიდან გამოცდილების აღება. ტარანტინო და როდრიგესი, კოენები და ლინჩი და სხვა რამდენიმე დიდებული რეჟისორი გაი რიჩის შოუების კულისებიდან იყურებიან. მათი გარჩევა შესაძლებელია ინდივიდუალურ კადრებში, ხაზებში, კამერის რაკურსებსა და სტილისტურ ილეთებში, რაც მე მაინც ხელს არ მიშლის თქვა, რომ ეს ზუსტად ის არის, მხოლოდ და მხოლოდ გაი რიჩია. გაი რიჩის სტილი მაშინვე ამოსაცნობია, ეს არის კონტროლირებადი ქაოსი. მისი მთავარი ღირსება არეულ-დარეული სიუჟეტებია. მოვლენები კი ერთმანეთში ისეა გადახლართული და ერთი და იგივე სცენა სხვადასხვა პერსპექტივიდან არის ნაჩვენები, ხოლო კლიპებზე დაფუძნებული მონტაჟი ნებისმიერ კრიმინალურ კომედიას თაღლითობად გარდაქმნავს. ის იშვიათად ყვება ამბავს პირდაპირ, უპირატესობას ანიჭებს ფლეშბეკებს, კვეთ რაკრეფებს და აჩქარებულ ტემპს, რათა უბრალო გარიგებაც კი სასიშ თავგადასავლად წარმოაჩინოს. ძნელი წარმოსადგენია გაი რიჩის ფილმები მისი დამახასიათებელი სწრაფი, მახვილგონიურული დიალოგების გარეშე, რომლებიც სავსეა ჟარგონით და შავი იუმორით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უმთავრესად ქუჩური ბრიტანული სლენგია. სწორედ ამიტომაც მისი ფილმების ნახვა რეკომენდირებულია ინგლისურად ორიგინალში, ან კარგი და სწორედ არქმით. Was left in the tank of the sort of lock stock days, and I wrote it actually just down the road from here, and I wrote it in 3 months. Jesus. I have spectacular dyslexia, I probably write 3 hours a day on average, different things, and my writing, my spelling hasn't improved since I was 12. I know it's not going to improve, but there are some people that think that it's an unconscious addiction to looking like you can't spell. ზუსტად ამიტომაც ბრედ პიტს ფილმში კარტი, ფული და ორი ლულა გაუჭირდა ბრიტანულ სლენგზე საუბარი. გაი რიჩის პერსონაჟების ბიბლიოთეკა სავსეა სხვადასხვა ინდივიდებით. დიდი ამბიციების მქონე პატარა ლონდონელი განგსტერებით, დიდი და პატარა აფერისტებით, კეთილი გულის მქონე სასტიკი ბანდიტებით, ბოშებით, რუსული მაფიის წევრებით და რა თქმა უნდა ელეგანტური ჯენტლმენებით. სხვათა შორის გაი რიჩის ფილმებში, ისევე როგორც დიადი ტარანტინოს ფილმებში, სიყვარულის ამბები ნაკლებადაა. ანუ ფილმი, რომელშიც არის სიყვარულის ისტორია და ამაზეა დაფუძნებული მთლიანად ფილმი, ესეთი რამეები ძალიან იშვიათია. ისე კი ალბათ საინტერესო იქნებოდა რიჩის ან ტარანტინოს, რომელსაც რიჩი ცდილობს დაემსგავსოს არეული სიუჟეტების კუთხით, საინტერესო იქნებოდა მოკლედ ამ ორი დიდი რეჟისორისგან ფილმის სიყვარულზე. და ბოლოს გაი რიჩის ფილმები, რომელმაც კარიერა მუსიკალური ვიდეოების, კლიპების რეჟისორად დაიწყო, გასაოცარი საუნდტრეკებით გამოირჩევა. მუსიკა, უმთავრესად მსუბუქი როკის, ბლუზის და როკენროლის ნაზავი, ხშირად თავისთავად ჰიტად იქცევა და იდეალურ ატმოსფეროს ქმნის. ეს თვისებები აშკარაა როგორც მის ბრიტანულ, ასევე ჰოლივუდურ ფილმებში. გაი რიჩი დაიბადა 1968 წლის 10 სექტემბერს ჰეტფილდში. ის არის ემბერისა და კაპიტან ჯონ ვივიან რიჩის შვილი. რიჩის დისლექსია აქვს. ის სწავლობდა ჰაუსის სკოლაში და სტემბრიჯერსის სკოლაში, თუმცა 15 წლის ასაკში გარიცხეს ამ სკოლიდან. მოგვიანებით მან როგორც გარე სტუდენტმა, ისე დაასრულა აღნიშნული სკოლა. ერთ დროს რიჩი კურიერად მუშაობდა, მაგრამ შემდგომში რეკლამის რეჟისურაში სწრაფად დაიწყო კარიერული წინსვლა. მისი თქმით, მას თავიდან უნდოდა რეჟისორი გამხდარიყო სკოლაში, სადაც რეჟისორის კურსებს ესწრებოდა.
მაგრამ შემდგომში მოვლენები სხვანაირად განვითარდა. სადებიუტო ფილმისთვის თანხის საშოვნელად რიჩიმ ჰარდ როკ კაფეს ქსელის თანადაფუძნებელ პიტერ მორტონს მიმართა და მის ძმისშვილს მეთიუ ვონს, რომელიც ამ დროს ლოს-ანჯელესში კინორეჟისურას სწავლობდა. ის დათანხმდა პროექტის წარმოებას და 1995 წელს რიჩიმ გადაიღო თავისი პირველი პატარა 20-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით რთული საქმე. და ეს მისი პატარა ფილმი 1998 წელს სტინგის მეუღლეს ტრუდი სტაილერს აჩვენა. ახალგაზრდა რეჟისორის მუშაობით მოხიბლულმა მან კი გადაწყვიტა რიჩის დიდი ფილმის სპონსორობა. გადაღებები 8 თვეს გაგრძელდა და იმავე 1998 წელს დიდ ბრიტანეთში გამოვიდა გაი რიჩის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი კარტი, ფული და ორი ლულა, რომელიც საერთაშორისო ჰიტად იქცა. ზუსტად ამ პერიოდში რიჩიმ გაიცნო მომღერალი მადონა, რომელზეც მოგვიანებით იქორწინა. სწორედაც ბევრი გაი რიჩის მოყვარულმა არ იცის, რომ მისი პირველი მეუღლე ცნობილი მომღერალი მადონა იყო. 7 წლიანი ქორწინების შემდეგ მათ გადაწყვიტეს დაშორება 2008 წელს. მადონასთან ქორწინებიდან რეჟისორს ჰყავს ვაჟი როკო, რომელიც 2000 წლის 11 აგვისტოს დაიბადა, რაც უფრო მეტ დროს ვატარებ როკოსთან, მით უფრო მეტად მინდა ბავშვებისთვის ფილმის გადაღება. თუმცა ეს ალბათ ჯერჯერობით ვერ შეასრულა, ბავშვებისთვის ფილმზე ვამბობ, შეიძლება ალადინი ჩაითვალოს, ასე ვთქვათ, ნახევრად ბავშვების ფილმად. ზუსტად მადონასთან ყოფნის დროს რიჩიმ გადაიღო თავისი ყველაზე ცუდი ფილმი, გატაცებული. ეს არის ბრიტანულ-იტალიური რომანტიკული დრამა, რომლის რეჟისორიც გაი რიჩია. მთავარ როლებს მადონა და ადრიანო ჯანინი ასრულებენ. პრემიერა 2008 წლის ოქტომბერში შედგა. ფილმი სამუშაო სათაური იყო სიყვარული, სექსი, მანკიერება და ფული. გატაცებული იყო პირველი ფილმი, რომელმაც მოიგო როგორც ყველაზე ცუდი ფილმის, ასევე ყველაზე ცუდი რიმეიკის და კიდე რაღაცა სხვა ესეთი ცუდი ფილმები. მოკლედ ეს აშკარად გაი რიჩის ყველაზე ცუდი წარუმატებელი ფილმი იყო. გაი რიჩიმ 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მოდელ ჟაკი ენსლისთან 2015 წელს იქორწინა. წყვილს 3 შვილი ყავს: რაფაელ რიჩი, რივკა რიჩი და ლევი რიჩი. გაი რიჩი კარატეში და ძიუდოში შავი ქამრების მფლობელია. 2015 წლის 12 აგვისტოს მან ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი თავად რენცო გრეისისგან მიიღო. ასევე გაი რიჩი მთელი ცხოვრება საფეხბურთო კლუბ ჩელსის ფანატია და რა თქმა უნდა რომან აბრამოვიჩსაც კარგად იცნობს და ეს ყველაფერი კარგად ჩანს ფილმში როკ-ენ-როლა. მოდი ახლა გავეცნოთ გაი რიჩის ფილმოგრაფიას. მისი შემოქმედება 2 დიდ ნაწილად იყოფა. ეს არის ბრიტანული ფილმები, ნამდვილი გაი რიჩის სტილი და ჰოლივუდის ფილმები, რომელიც უმთავრესად საკასო წარმატებისთვისაა და კარგი სანახავი ფილმებია. ან ჰოლივუდური ფილმებიდან ბევრი ფილმი ცნობილია მაყურებელთა ფართო წრისთვის, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ ეს გაი რიჩის ფილმებია. ჩემთვის კი პირადად 6 ფილმია ნამდვილად მისი სტილის და საუკეთესო მისი ფილმები, თუმცა რა თქმა უნდა სხვა ფილმებიც სანახავია. უმთავრესად განვიხილოთ ეს 6 ფილმი, ხოლო დანარჩენები უბრალოდ ჩამოვთვალოთ. კარტი, ფული და ორი ლულა. თამამის სადებიუტო ფილმი, გადაღებული მწირი ბიუჯეტით, რომელმაც ბრიტანული კინო ააფეთქა და რიჩი ყისიერა ვარსკვლავად აქცია. სწორედ აქ გამოაჩინა მან თავისი ყველა დამახასიათებელი ტექნიკა, რთული სიუჟეტი მრავალი პერსონაჟით, სასაცილო დიალოგები, კლიპის მსგავსი მონტაჟი და წარმოუდგენელი ენთუზიაზმი. This is one of them high power jobs, isn't it? Oh! Got some bad news for you, John. What the fuck? You mind your language in front of the boy. Jesus Christ! ფილმი გაი რიჩის ადრეული სტილის იკონა ფილმად იქცა და მსოფლიოს ჯეისონ სტეთჰემი გააცნო. დიახ, გაი რიჩიმ აღმოაჩინა ცნობილი ჯეისონ სტეთჰემი, რომელიც შემდგომში იქცა მსოფლიო ვარსკვლავად თავისი ექშენ ფილმებით და თავისი საბრძოლო ხელოვნებით. Yeah, exactly. I mean, there's certain things you get. Well, what the hell are you doing here? Oh, what's up? Let me guess. My foot in your ass. თუმცა გაი რიჩის ფილმებში იგი აბსოლუტურად სხვანაირ როლებს ირგებს და ფილმში რევოლვერი, რომ მე პირადად მიმაჩნია მსახიობ ჯეისონ სტეთჰემის საუკეთესო შესრულებულ როლად. ფილმში ასევე ვინი ჯონსის
და როგორც წეგან აღნიშნე ჯეისონ სტეთჰემის სამსახიობო დებიუტი შედგა. ბარი ნათლისმცემლის როლს პროფესიონალი მებრძოლი ლენი მაკლინი ასრულებს. მაკლინი გადაღებების დროს ავად გახდა, მაგრამ გადაღებები მაინც განაგრძო. მოგვიანებით სამწუხაროდ გაირკვა, რომ მას ფილტვის კიბო ჰქონდა და იგი ფილმის პრემიერამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. პროდიუსერებმა კი გადაწყვიტეს, რომ პოსტერები შეეცვალათ და ის ერთ-ერთ მთავარ მსახიობად გამოეცხადებინათ, თუმცა სინამდვილეში იგი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია. როლებში ნიკ მორანი, ჯეისონ ფლემინგი, ჯეისონ სტეთჰემი, ვინი ჯონსი, სტივენ მაკინტოში. მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონის დოლარის შემოსავალმა დიდი საკასო წარმატება მით უმეტეს იმ დროისთვის მოუტანა ფილმს. დიდი კუში კომედიური ფილმია. მან კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. ფილმი დიდ ბრიტანეთში 2000 წლის 1 სექტემბერს გამოვიდა. ფილმი იდეალურადაა დახვეწილი, მეტი პერსონაჟი, მეტი სიუჟეტური ხაზი, მეტი ბრიტანული ჟარგონი და შავი იუმორი. გაი რიჩის სტილი ახალ დონეზეა აყვანილი, ხოლო ბრედ პიტის, როგორც ბოშა მოკრივის შესრულებამ ფილმს უკვე გლობალური მიმზიდველობა შემატა. შედეგი არის საინტერესო და უცნაურ სიუჟეტიანი ფილმი, რომელიც ბოლომდე გაგაჩერებთ. A natural fucking idiot. Tyrone, what you done? Yeah, Tyrone, what have you done? მცირე ბიუჯეტის გამო პროდიუსერებს არ შეეძლოთ კრივის მატჩის სცენისთვის საჭირო დამატებითი კადრების დაქირავება. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც კამერა კუთხეს ცვლიდა, დამატებითი კადრები მოძრაობაში რჩებოდნენ, რათა შეექმნათ მატჩზე დამსწრე უზარმაზარი ბრბოს ეფექტი. სიტყვა ფოკ მთელი ფილმის განმავლობაში 153 ჯერ არის ნათქვამი. ბრედ პიტი ფილმი კარტი ფილი და ორი ლულას დიდი ფანი იყო და გაი რიჩისთან შეხვედრის შემდგომ მან მიიღო მის შემდეგ ფილმში როლი. თუმცა როგორც ადრე აღვნიშნე, მას ლონდონური აქცენტის იმიტაცია გაუჭირდა. ფილმმა დიდწილად წარმატებას მიაღწია, როგორც კრიტიკოსების, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და შემდგომში ერთგული მაყურებელით საკმაოდ მოიპოვა. ფილმმა 84 მილიონი დოლარი მიიღო. ფილმის საუნდტრეკების ალბომის ორი ვერსია ცალკე გამოვიდა, ერთი Universal International და მეორე TVT Records მიერ. მსახიობები ბრედ პიტი, ჯეისონ სტეთჰემი, ბენისიო დელ ტორო, დენის ფარინა, ალან ფორდი, ვინი ჯონსი. Put the man into a bare-knuckle boxing match. What the fuck did you expect? A grease down and a shiatsu? Revolver, რომელიც 2005 წლის ფილმია და რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი გაი რიჩია. ეს რიჩის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია და მესამე, რომელიც დანაშაულს და პროფესიონალ დამნაშავეებს ეხება, თუმცა მას ასევე აქვს ძლიერი ფილოსოფიური და ბუდისტური მორალური ელფერი. ფილმი დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 2005 წლის სექტემბერში გამოვიდა. გაი რიჩი სათაურს ასე ხსნის. ყოველთვის მიკვირდა, რომ არც ერთ ფილმს არ ჰქვია რევოლვერი, რადგან ის ძალიან მაგრად ჟღერს. ამიტომ მომწონს სათაური, მაგრამ ასევე მომწონს იდეა, რომ თუ თამაში ხარ, ის ტრიალებს მანამ, სანამ არ გააცნობიერებ, რომ თამაში ხარ და შემდეგ კი შესაძლოა ევოლუცია დაიწყო. ფილმი დაფუძნებულია თამაშის პრინციპებზე, სად იწყება თამაში, სად მთავრდება და როდის ვინ ვის ატყუებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მეგობრებო, შეჩვეული ვართ ჯეისონ სტეთჰემის სტანდარტულ პირდაპირ მოქმედებიან ფილმებში ხილვას, როგორიცაა ტრანსპორტერი, მექანიკოსი, უსაფრთხო და უფრო ახალი ფილმები კაცის რისხვათო და ოსტატი. ამ ფილმებიდან არცც მეცულს არ დავარქმევდი, მაგრამ შედარებაც არ არის, როგორც ჯეისონ სტეთჰემის, როგორც მსახიობის თამაში ფილმ რევოლვერში. We need to know how much time you did and who you did it with. Why? Why? The deal is we ask the questions. რიჩის ეს კონკრეტული ფილმი მაინც გამოირჩევა მისი ყველა წინა ფილმისგან. ბოლოჯერ მისი ნახვისგან ლოგიკა კიდევ ერთხელ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ახლა ყველაფერი ნათელია. მაგრამ შემდგომში ადამიანი ფიქრდება, რომ წინა ნახვის დროსაც იგივე აზრი დაეუფლა. ამრიგად ფილმი გიპყრობს და კიდევ ერთხელ იმსახურებს თქვენ დობას,
თავისი პოტენციურად გამოტოვებული დეტალებით და შესაძლო ახალი დასკვნებით, რომელსაც იგი გვთავაზობს. ალბათ არც ერთი რიჩის ფილმი არ არის ესეთი დამაფიქრებელი, ზოგჯერ თითქოს რთული და გაუგებარი საუბრებით, მაგრამ ფილმი, რომელიც გინდება ბევრჯერ ნახო და ყოველი ნახვისას ახალს იპოვი, არის ყოველთვის დიდი ფილმი. One more step, Abby. Just like a squeeze of toothpaste. You realize what you're doing, Mr. Green? Hold on, Jake. და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სწორედ ესეთმა ფილმმა სხვა ცნობილ რიჩის ფილმებთან შედარებით ნაკლები საკასო წარმატება მოიპოვა. სიუჟეტი, როგორც გაი რიჩის უყვარს, მრავალ ნაწილად არის დაყოფილი. ხედავთ სხვადასხვა ჩანართებს, რომელიც ავსებს თავარ თხრობას, მაგრამ ის არ იგრძნობა დაშორებულად. ასევე გამოსაყოფია დეტალები, ნეონის აბრები, მისტერ მაკის სახლის ელეგანტური დიზაინი და ოთახები, სადაც ავი, ზეკი და გრინი ერთად საუბრობენ. თითქოს და ძველი საბერძნეთის ატმოსფერო, როდესაც გამოცდილი სტოიკოსები და ცნობილი ფილოსოფოსები ხალხში გადიოდნენ და თავიანთ დასკვნებს აცხადებდნენ. მთელი ფილმი თანამედროვე კაცობრიობის ასახვაა, ასოციაციებისა და აბსტრაქტული ცნებების მეშვეობით. იმის გათვალისწინებთ, რომ თავად რეჟისორმა თქვა, ავი, ზეკი და გრინი ბიბლიური წინასწარმეტყველების ერთგვარი განსახიერებაა. გამოდის, რომ მისტერ გოლდი პირველ შექმნილ ცოდვასთან ასოცირებული პროტოტიპია. ამ პროტოტიპს კი მრავალი სახე აქვს: დაუცველობა, ბოროტება, ეჭვი, სიხარბე, შური და მრავალი სხვა მანკიერება. ფილმი როკ-ენ-როლა და ფილმი ჯენტლმენები ცალკე ვიდეოს სახით არის ჩემ არხზე და გთხოვთ იხილოთ ეს ვიდეოები, იქ უფრო ბევრად უფრო დაწვრილებით არის განხილული ეს ფილმი. Checkmate. გადავდივართ მე-6 ფილმზე, ჩემი ჩამონათვალიდან შეთანხმება, ანუ თარჯიმანი, არის 2023 წლის დრამატული ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორიც გაი რიჩია. აი ამ 6 ფილმიდან, მეგობრებო, შეიძლება ცალკე წინა 5 ფილმი ერთად დავდოთ, როგორც თვითონ გაი რიჩის სტილი თავიდან ბოლომდე, შეთანხმება არის უკვე აბსოლუტურად სხვა ფილმი, რომელშიც, როგორც ჩანს, გაი რიჩმა მოსინჯა სხვადასხვანაირი სხვა სტილი. და მე რომ მკითხო ესეთი ფილმები მას საკმაოდ აქვს, რომელიც აქ უბრალოდ ჩამონათვალში გვაქვს და მე არ ვლაპარაკობ ცალკე ამ ფილმზე, შეთანხმება ყველა იმ ფილმებისგან, ჩემი აზრით, ყველაზე მაღლად დგას. ამიტომაც ზუსტად ამ მიზეზით ავარჩიე ეს 6 ფილმი. მოკლედ, მთავარ როლებს ასრულებენ ჯეიკ ჯილენჰოლი და დარ სალიმი. ფილმი მოგვითხრობს ამერიკელი სერჟანტი ჯონ კონლის შესახებ, რომელიც ავღანეთში ბრუნდება თავის მეგობრის, თარჯიმნის, აჰმედის გადასარჩენად. ფილმი კრიტიკოსების მოწონებას ძირითადად მისთვის უჩვეულო, სერიოზული სტილის გამო იმსახურებს. კრიტიკოსებმა ასევე ზოგადად დადებითად შეაფასეს რეჟისორის ნამუშევარი და აღნიშნეს მისი თანდათანობითი გადასვლა ხულიგნური და კრიმინალური ჟანრებიდან დრამაზე, რომელიც შთამბეჭდავი თავშეკავებით მოგვითხრობს მყარ ისტორიას. Tribune News Service-ის წარმომადგენელმა იოლშმა დაწერა: იგი უფრო სერიოზულ ტონს უბრუნდება და თავის პირველ ფილმს გვთავაზობს, რომელიც მკაცრ რეალპოლიტიკაზეა დაფუძნებული და ეს მისი საუკეთესო ნამუშევარია წლების განმავლობაში. აქ ჩვენ შეგვიძლია შევეკამათოთ მას, მაგრამ არაუშავს. შაგელმანმა კი შეთანხმება აღწერა, როგორც საომარი დრამის, ძაფრსიუჟეტიანი ფილმის და ვესტერნის ჰიბრიდი ორი მამაკაცის ძლიერ მეგობრობაზე, რომლებიც სხვადასხვანაირ ვითარებაში ადვილად შეიძლება ერთმანეთის მტრები ყოფილიყვნენ. და ბოლოში, მეგობრებო, დასკვნის სახით. მიუხედავად იმისა, რომ გაი რიჩი დიდგვაროვან მამულში გაიზარდა, მას არასდროს არ უჭირდა და მას მეფეთა შთამომავლების ფესვები აქვს, ის არასდროს გამოირჩეოდა სამაგალითო ქცევით. ბავშვობაში ის ხულიგნად იყო ცნობილი
სკოლის გაცდენას ხშირად ცდილობდა და ჯგუფში ერთვებოდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ მისი ფილმების გმირები ხშირად ლონდონის ღარიბი უბნებიდან ჩამოსული ბრიტანელი ბიჭები არიან. ისინი ყველანი დაჯილდოვებული არიან ქარიზმით, გამბედაობით და შეუდარებელი იუმორის გრძნობით. რეჟისორი ქმნის ისტორიების ქსელს, რომელიც შეიძლება მოულოდნელი გზებით წარმოიშვას და გასაკვირი დასკვნის გაკეთებამდე მიგვიყვანოს. პერსონაჟები მაგალითად შეიძლება ერთმანეთს არც კი იცნობდნენ, მაგრამ ერთის ქმედებები ფილმში რატომღაც მოქმედებს მეორეების ბედზე. მაყურებელი ერთდროულად აკვირდება თითოეულ ისტორიას და ყოველთვის ცოტა უფრო მეტი იცის, ვიდრე თვითონ ფილმის პერსონაჟებმა. ოსტატური დასასრული, რომელშიც ყველა ძაფი წარმოუდგენლად იყრის ერთად თავს, რიჩის დამახასიათებელი სტილის ნიშანია. რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეოებში უნარების დახვეწის შემდეგ, რიჩიმ სწრაფად გამოიმუშავა საკუთარი ნიშა. ამაში კი ხელი შეუწყო არა მხოლოდ თემატიკამ, არამედ მისმა სიახლემ, ასევე ქარიზმატულმა მსახიობებმა და ასე ვთქვათ ლონდონის განზრახ გაზვიადებულმა აღწერამ. რიჩიმ გადაწყვიტა ინგლისი ირონიით წარმოეჩინა, იგი დასცინოდა ყველა კუთხიდან ჩამოსული ბრიტანელების შესახებ სტერეოტიპებს და ამან საერთო ჯამში გააუმართლა თავის ფილმებში. მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდში რიჩი გამუდმებით იყო კრიტიკოსთა შეტევების ეპიცენტრში. ისინი უწუნებდნენ მას სლენგს, უხეშ დიალოგებს და ბოლო 10 წელია კი უკვე რასიზმშიც ადანაშაულებდნენ. თუმცა მეგობრებო, სიმართლე ისაა, რომ სანამ კრიტიკოსები განაგრძნობენ გაი რიჩის პროექტების უარყოფით შეფასებებს და აკრიტიკებენ მას გამუდმებით, ხალხი აგრძელებს მათ ყურებას და მისი რამდენიმე ფილმი იკონა ფილმებად იქცნენ. ასეთია ჟანრული კინოს კანონი და ვინ არის ამის წინააღმდეგი? ჩვენ არა და ვფიქრობ არც ჩვენი არხის მაყურებლები.